დილა მშვიდობისა, ეთერშია რუბრიკა ხელით ნაწერი. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ასეულობით არქივს შორის ილია ჭავჭავაძის არქივიცაა, სადაც მის ნაშრომებთან, ჩანაწერებთან ერთად მეუღლისადმი მიწერილი წერილებიცაა. მათი ნაწილი გამოქვეყნებულია. დღევანდელ რუბრიკაში ჩვენ 3 წერილს გაგაცნობთ, რომლებიც ჯერ არავის გამოუქვეყნებია. გვესაუბრება ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელი ქეთევან ასათიანი. ილია ჭავჭავაძის არქივი ხელნაწერთა ინსტიტუტში არის მისი გახსნის დღიდან, ეს არის მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განძი. გარდა ილიას წერილებისა, რომლებშიც ის ჩანს როგორი ეროვნული მოღვაწე იყო და ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღვარი, ამას გარდა არის არაჩვეულებრივი პირადი წერილები. ეს არის წერილები მეგობრებთან, წერილები მომავალ მეუღლესთან და შემდეგ უკვე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან და ეს არის მისი არაჩვეულებრივი ჩანაწერები. საოცრად თბილი, განსაკუთრებული, როდესაც კითხულობ ამ წერილებს ილია ჭავჭავაძე, წმინდა ილია მართალი დღეს უკვე აბსოლუტურად სხვაგვარად იხსნება. ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი წერილებს ერთმანეთს რუსულ ენაზე წერდნენ, თუმცა სამივე წერილი ქართულ ენაზეა შესრულებული. როგორც ერთ-ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა ბრძანა, ილიასაც და ოლღასაც რუსული განათლება ჰქონდათ მიღებული და განსაკუთრებით გულითადი წერილები აუწერიათ პრინციპში რუსულ ენაზე. ამბობენ, რომ ეს ფორმულები შეიძლება ასე ითქვას, რომლებიც სასიყვარულო ურთიერთობებს ასახავს და რომლებიც ყველაზე ღრმა არის, რატომაც აი ესე აყალიბებდნენ უფრო რუსულად. ეს არის 1863 წელი, როდესაც ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი ჯერ არ არიან ცოლ-ქმარი. ციტატა წერილიდან. ოლიკოჯან, ეს არის შინ მოვედი ბულვარიდან, სადაც შენაგნახე. ხომ არ გაჯავდი გულში, რომ არ მოვედი თქვენთან. როგორ მოვსულიყავ, ქალაქის ჭორებს ვინღა გადაურჩებოდა. დარწმუნებული იყავ, რომ შენი ნახვა იქნებ მე უფრო მინდა, ვიდრე შენ ჩემი ნახვა, მაგრამ ჯერ ჩვენი საქვეყნო ნახვა ჩვენთვის მარხვაა. დღეს შიოვის სახლში პორტრეტი აგიღია. რატომ არ შემოთხოვინე? ხომ არ დაგავიწყდი? ციტატის დასასრული. ასე მნიშვნელოვანია შემდეგი წერილი. ესეც 1863 წელს არის დაწერილი, ოღონდ ცოტათი მოგვიანებით. რამდენადაც აი ამ წერილებიდან ჩანს, მათ ყოველდღიური მიმოწერა ჰქონდათ შეძლების დაკვარა. შენი სულისა, ოლიკოჯან, დანაშაული მაქვს შენ გეთაყვანე, რომ წიგნი არ მოგწერე. მე მინდოდა ჯერ ირაკლი მენახა და მერე მომეწერა ყველაფერი. ნუ გამიჯავდები, რაღა ეგ მინდა ისიც მეყოფა, რაც ბედი ჩემზე ჯავრობს, რომ შენს თავს არ მაჩვენებს ხოლმე. შენ რომ გნახე ირაკლისთან წავედი. შინ არ იყო, მაგრამ მე ახალი ამბავი შევიტყვე. დილას ერთი ჩემი ამხანაგი წინამძღვაროვი ყოფილა მამაშენთან. ჩემზე დაუწყიათ ლაპარაკი. წინამძღვაროვს უთქვამს, მოგილოცავთ ქალის ბედნიერებასო. მამაშენს შორს დაუჭერია. მე მილოცვისა არა ვიცი რა, თუ უნდათ ერთმანეთიო, ღმერთმა მშვიდობა მისცეთო. მე არც არას ვიტყვიო, არც ხოსაო. როგორც დაუწყიათ, ისე გაათავონო. წერილსთან ოლღა გურამიშვილის პასუხისცერთვის შესრულებული რუსულ ენაზე. წერილი ისეთი გაკრული ხელითაა დაწერილი, რომ ჩვენ ვერ ამოვიკითხეთ. ოლღა გურამიშვილი და ილია ჭავჭავაძე 1864 წელს დაქორწინდნენ. ეს არის ქორწილის დღეს არა, მაგრამ დაახლოებით იმ პერიოდებში დაწერილი წერილი, როცა უკვე თანხმობა აღჩოვლებისაგან მიღებული და ილია ელოდება მარხვის დასრულებას, რომ მისი საყვარელი ქალბატონი შეერთოს სოლად. ეს არის 1864 წელი. ნევესტაჯან, ესე იწყებს განსაკუთრებული მიმართვით. ნევესტაჯან, აი რამდენი ხანია ველი ორლანდინის, მაგრამ არ აუშავს რა. კამერჩისკი სუდში წავალ და იქ მოვილაპარაკებ. რა ნახეთ უხელ სიზმარში? კარგად გეძინა? მე კი არ ამძინებია, გავები ბატონოს ასიამოვნო ფიქრებში. მეც მეძნელებოდა იმათი თავის დანებება და იმათაც ეძნელებოდათ ჩემი განშორება. ხეჩო დიდი კაცია, ბარაქალა მაგის ვაშკაცობასაო. ერთი დრო იყო, რომ გიჟი ოლიკო უწყრებოდა ილიკოსა, აბა ხეჩო რა ამოსარჩევი იყო. ახლა ისევ გიჟი ოლიკო, ისევ იმ ხეჩოს ტაშს უწევს. ყველაფერი დღის მოსავალი ყოფილა ჩემო საყვარელო ოლიკო ამ წუთისოფელში. შენი საქმრო, ილიკო ჭავჭავაძე. რუბრიკა ხელით ნაწერი დღეს ამით გემშვიდობებად.